მიკროსოფინანსო ორგანიზაცია Swiss Capital, რომელიც წელს დაარსებიდან 15 წლის იუბილეს აღნიშნავს, საქმიანობას უკვე SCAP-ის სახელით აგრძელებს. რებრენდინგის მიზანი უფრო მოქნილი, სწრაფი და ციფრულ სერვისებზე ხელმისაწვდომობაზე ხაზგასმა იყო. მიკროსოფინანსო ორგანიზაცია იგივე გუნდით, იგივე საქმიანობას აგრძელებს, თუმცა განსხვავებული სახელით. როგორ შეიცვალა Swiss Capital და როგორ მივიდა SCAP-ის სახელწოდებამდე, ამის შესახებ დეტალებს ჩვენი სიუჟეტიდან გიყვებით. საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი მიკროსოფინანსო ორგანიზაცია Swiss Capital, რომელიც წელს დაარსებიდან 15 წლის იუბილეს აღნიშნავს, საქმიანობას SCAP-ის სახელით აგრძელებს. სახელი SCAP, რომელიც ძველისგან განსხვავებით ერთი სიტყვით არის წარმოდგენილი, სიმბოლურად გამოხატავს კომპანიის ხედვას, შექმნას მომხმარებლისთვის მარტივი და თანამედროვე ფინანსური სერვისები. უფრო მარტივი, მოქნილი და ერთსიტყვიანი ბრენდით ვიქნებით ბაზარზე წარმოდგენილები. ზოგადად ჩვენი სტრატეგია არის მარტივი სერვისები, მომხმარებელზე ორიენტირებული მარტივი ფინანსური სერვისების შეთავაზება, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. ვფიქრობთ, რომ ეს ორი, ასე ვთქვათ, ქვაკუთხედი ჩვენი სტრატეგიის ძალიან კარგად არის ასახული ახალ სახელწოდებაში ბრენდის და შესაბამისად, სწორედ აი ამ საფუძველზე ჩვენ ავირჩიეთ სახელწოდება SCAP. ამას გარდა ეს მოთხოვნა გარკვეულწილად მომხმარებლების მხრიდანაც მოდიოდა, იმიტომ რომ ხშირად შეგვინიშნავს, რომ Swiss Capital-ს ამოკლებენ და ეძახიან Swiss. შესაბამისად ეს მოთხოვნაც და ეს რაღაცნაირი სურვილის მათი გათვალისწინებულია და აქედან გამომდინარე მოხდა სახელწოდების გამარტივებაც. ახალ სახელთან ერთად კომპანიის რებრენდინგი განახლებულ ვიზუალურ იდენტობას მოიცავს, მეტი აქცენტი ციფრულ შესაძლებლობებზე, რაც ორგანიზაციის სერვისებში ბოლო წლებში დაინერგა. დღევანდელი დღე ჩვენი კომპანიის 500-ზე მეტი თანამშრომლისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. ჩვენი ბრენდი ბაზარზე ახალი სახელით SCAP-ით გამოჩნდა. 15-წლიანი ოპერირების შემდეგ, როდესაც კომპანიამ ციფრული ტრანსფორმაცია დაიწყო და სერვისების გამარტივებისკენ ნაბიჯები გადადგა, გადავწყვიტეთ, რომ სახელით სწორედ ამ სიახლესთან შესაბამისი გქონოდა. ძალიან ვამაყობთ, რომ Swiss Capital უკვე SCAP-ის სახელით წარდგება მომხმარებლის წინაშე. მნიშვნელოვანია, რომ ეს იქნება იგივე კომპანია, იგივე გუნდი, თუმცა განახლებული შესაძლებლობებით და სახელით. SCAP უცვლელი ორგანიზაციული სტრუქტურით და მმართველი გუნდის იგივე შემადგენლობით განაგრძობს სტრატეგიული მიზნებისკენ სულას, რაც მოიცავს ციფრული მიმართულების გაძლიერებასა და მომხმარებელთა საჭიროებებზე მორგებული სერვისების განვითარებას. ამასთან კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სოციალურ პასუხისმგებლობას. ამ ღირებულებებზე დაფუძნებული საქმიანობით 500-ზე მეტი თანამშრომლისგან შემდგარი გუნდის, ქვეყნის მასშტაბით 35 ფილიალითა და თანამედროვე მობილური აპლიკაციით SCAP მიზნად ისახავს კიდევ უფრო მყარად დაიმკვიდროს პოზიციას საქართველოს ფინანსურ ბაზარზე და გააგრძელოს გრძელვადიანი ზრდა.